მოგესალმებით ახალ ვიდეოში. დღევანდელ ნაწილში ეს კუბი გადაიქცევა სრულფასოვან მტრად, რომელიც ჩვენ მოთამაშეს სიცოცხლეს გაუმწარებს და ასევე შევეცდებით დავამატოთ საბოლოო ბოსი. მეტი მრავალფეროვნებისთვის, როდესაც ლეველი დამთავრდება, მოგვიწევს ამ ბოსის დამარცხება, რომ გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. ამიტომ მოკალათით კომფორტულად და დავიწყოთ. რადგან ჩვენს მტერს წინა ვიდეოში ვასწავლეს სიარული და მოთამაშეს გაკიდება, ანუ ის უკვე მიდევს მოთამაშეს, რაღაც მანძილზე უახლოვდება და შემდეგ განხორციელებს შეტევას. ეხლა დადგა დრო მივხვდო ვიზუალურ მხარეს და შევუქმნა ანიმაციები მეტი სილამაზისთვის. სანამ ანიმაციები მზადდება, მე მანამდე შეგახსენებ, რომ გამოიწერო არხი და მოიწონო ვიდეო. ხოლო როდესაც ანიმაციები დამზადდება, მე ამ ანიმაციებს ავიღებ და კოდირების დახმარებით ვასწავლე, როდის უნდა გაეშვას აიდელ ანიმაცია, როდის სირბილის და როდის მოთამაშეზე თავდასხმის. ესეც ასე, უკვე გვაქვს სრულად ფუნქციონირებადი მტრის სისტემა. ანუ ეს რას ნიშნავს? ჩვენი მოწინააღმდეგე იქამდე დგას უძრავად, სანამ მოთამაშე გარკვეულ მანძილზე არ მოუახლოვდება. ხოლო როდესაც მტერი და მოთამაშე ერთმანეთთან ახლოს იქნებიან, მტერი ამოძრავდება და თუ დაეწევა მოთამაშეს მოკლავს. რადგან ამ სუსტი გოგონას დამარცხება ასე მარტივად შეგვიძლია, შევქმნით ისეთი ვინმე, ვისაც ასე მარტივად ნამდვილად ვერ დავამარცხებთ. და თამაშს დავამატე ბოსი, სახელად სუგრო. სუგრო შენიარე ერთგულად. ეხლა კი, სანამ ბოსს მისი ძალების გამოყენებას ვასწავლი, მანამდე შევუქმნათ სიცოცხლის UI, რათა მოთამაშემ გაიგოს, თუ რამდენი სიცოცხლე აქვს დარჩენილი სუგროს. ასეთი წითელი სლაიდერი გვექნება, მოთამაშე როებს რის ტყუებს, ეს სლაიდერი ნენელა უკან წამოვა და როდესაც 0-ზე ჩამოვა, ბოსი მოკვდება. მაგრამ ამ ფუნქციის სრულყოფილებაში მოსაყვანად საჭიროა C# სკრიპტი. ამიტომაც შევქმნათ ის, დავარქვათ შესაბამისი სახელი და დავიწყოთ კოდის წერა. ესეც საბოლოო შედეგი. როდესაც მოთამაშე მას სვრის, მისი სიცოცხლე ნელ-ნელა იკლებს და როდესაც 0-ზე ჩამოვა, ბოსი საერთოდ სცენიდან გაქრება, წაიშლება. მე მგონი სუგრო ძალიან დაგვეჩაგრა. პროსტად დგას, ჩვენი მოთამაშე სვრის და უბრალოდ კლავს. ამიტომ ვასწავლოთ მას აქეთ-იქით სიარული და ცელის ოსტატურად გამოყენება. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ეს ბაგი გავასწორე, ნუ ბოსი ასე გიჟივით აღარ იქნებს რაღაცებს, უკვე თქვენი თვალითაც ხედავთ, როგორ ჭკოვნად იქცევა, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი, ეხლა არის შუაღამის 3 საათი. მეძინება კვდები. ამ ვიდეოს გახმარებას უკვე მეზარება. აბა, კარგად და შემდეგ ვიდეომდე. ადიოს.